სტატისტიკა ამტკიცებს, რომ საქართველოში შინაური ცხოველები არ უყვართ. უფრო მეტიც, უკანასკნელ წლებში თბილისში ადამიანებმა ნამდვილი ომი გამოუცხადეს უპატრონო ცხოველებს. გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით 2007 წლიდან დღემდე მხოლოდ თბილისში დახოცილ უპატრონო ძაღლთა ოფიციალურად აღრიცხული რაოდენობა კატასტროფულად დიდია. სახელმწიფო სამსახურების ორგანიზებით ამ წლებში 100,000-მდე ძაღლია მოკლული. ძაღლების დახოცვისას გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მობდინების ჰუმანურად, აგრეთვე სასტიკად და არაადამიანურად აღიარებული მეთოდები. 2015 წლის დასაწყისი საზოგადოების პროტესტის პიკი აღმოჩნდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ქუჩაში გამოვიდნენ. პროტესტი ერთი მუნიციპალური კანონპროექტის წინააღმდეგ წარიმართა, თუმცა იმ საკანონმდებლო აქტამდეც, რომლის მიღებას წინ აღუდგა ლამის მთელი ქალაქი, მოქმედებდა არანაკლებ ხისტი და ცალსახად ცხოველთა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო აქტი, რომელიც 2012 წელს არის მიღებული. მაგრამ ცხოველთა წინააღმდეგ ადამიანების სასტიკი მოქმედების პრაქტიკა ბევრად უფრო ხანდაზმულია, ვიდრე რომელიმე კანონი. Man gave names to all the animals in the beginning, long time ago. ცხოველთა უფლებების შესახებ კანონები ადამიანებმა უნდა დაიცვან და არა ცხოველებმა. პარადოქსია, მაგრამ საქართველოში დღემდე არ არსებობს ორგანული კანონი შინაური ცხოველების დაცვის შესახებ, რომელთაც თანამედროვე მსოფლიომ კომპანიონი ცხოველები უწოდა. შექმნა არაერთი საერთაშორისო კანონი, კონვენცია, რომლებიც ადამიანებს ავალდებულებს კომპანიონ ცხოველებთან თანაარსებობის პირობების შექმნას. 2012 წლამდე საქართველოში არ არსებობდა არც სამართლებრივი რეგულაციები ცხოველთა უფლებების დასაცავად. იყო მხოლოდ ზოგადი აკრძალვა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლში იყო გაწერილი. მაგრამ რა ითვლებოდა სასტიკ მოპყრობად, რა შემთხვევები მიიჩნეოდა სისასტიკედ, არც ერთი კანონქვემდებარე აქტით არ იყო განსაზღვრული. პროცესი უმართავი და ნებაზე მიშვებული იყო. ერთი მხრივ უპატრონო მშიერი და გაავებული ძაღლებით დაშინებული საზოგადოება ადგილზე ქმნიდა თავის კანონებს ძაღლების წინააღმდეგ, მეორე მხრივ მუნიციპალური უწყება იღებდა ხელში უპატრონო ცხოველებისგან ქალაქის გაწმენდის ვალდებულებას. ცხოველები ისჯებოდნენ შიმშილისა და უპატრონობისათვის. კანონი ფიქრობდა არა მათ მართვაზე, მათი გამრავლების კონტროლზე, შიმშილის, ავადობისა და უსახლკარობისგან მათ დაცვაზე, არამედ მათგან ქალაქის გაწმენდაზე. ძაღლებზე ადამიანების მასობრივი შეტევა გამოცხადდა. 2007, 2008, 2009 წლებში ერთმანეთის მიყოლებით იგზავნება საქართველოდან დასავლეთში ინფორმაციები თბილისის ხელისუფლების ორგანიზებით დახოცილ უპატრონო ძაღლთა სულ უფრო მზარდი რაოდენობის შესახებ. 2009 წლის იანვარში ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებათა ყველაზე დიდი ალიანსი WSPA საგანგებო წერილით მიმართავს თბილისის მერს გიგი უგულავას და სთხოვს ქალაქის ხელისუფლებამ შეწყვიტოს ცხოველების ხოცვა. ჩვენს ყურამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ თქვენ აპირებთ 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე ჩაატაროთ ოპერაცია მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ თბილისში, რაც ნიშნავს უპატრონო ძაღლების მასობრივ დახოცვას. თუ ნამდვილად გაქვთ ასეთი განზრახვა, გთხოვთ გადაიფიქროთ. წინა წლებში ხოცავდნენ ძაღლს და ის თან ბავშვების თვალწინ, ხალხის თვალწინ მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც მოსაცემს უკეთებდნენ ეს იგივე სასროლი შპრიცებით და ხალხი პანიკაში ჩავარდა და მათ შორის ბავშვებმა ძალიან ინერვიულეს. დაგვიტოვეს ესე ვთქვათ, ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს და თვეები და წლები დაგვჭირდა, რომ ამ ნეგატიური ფონიდან ამოსულიყავი და ხალხისთვის რეალური სამსახური დაგვინახებინა. ძაღლთა დაცვის მსოფლიო ალიანსის თხოვნის მიუხედავად თბილისის მერიას უპატრონო ძაღლების მასობრივი დახოცვის გეგმა არ შეუცვლია. გამომძიებელმა რეპორტიორმა მოიპოვა დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, რამდენი ათეული ათასი უპატრონო ძაღლი დახოცეს 2007-დან 2010 წლამდე თბილისში.
არც ერთი მათგანისთვის არ ჩაუტარებიათ გამოკვლევა, ვეტერინარული დახმარება, ვაქცინაცია. მერიის კეთილმოწყობის სამსახური გასცემდა მუნიციპალური ბიუჯეტის თანხებს ერთადერთი მიზნით. ყველა უპატრონო ძაღლის ევთანაზიისთვის, ანუ მათ მოსაკვდინებლად, მათი მდგომარეობის გამოკვლევის გარეშე, განურჩევლად. ძაღლებზე ქალაქის ხელისუფლების ნადირობის პროცედურა შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა. ჯერ ფორმდებოდა ხელშეკრულება მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და შპს დებიუტს შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო როგორც პირველი ვეტერინარული კლინიკა, მისი ოფიციალური მისამართი დიღმის მასივში იყო. ჩვენ მოვიპოვეთ თბილისის მერიასა და შპს დებიუტს შორის დადებული ორი ხელშეკრულება. პირველი 2007 წლის 26 ივნისს არის გაფორმებული, მეორე 2008 წლის 29 ოქტომბერს. 2007 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების თანახმად შპს დებიუტს ევალებოდა კონკრეტული მომსახურების გაწევა თბილისის მერიისთვის. თბილისის მერია კი იღებდა ვალდებულებას ამ მომსახურებაში დებიუტისთვის 1,691,668 ლარი გადაეხადა. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ალავიძე და დებიუტის დირექტორი მურუსიძე. აი ჩალისფერი ძაღლი პეპე. აი ხო იმაზე რა, ეს ერთ-ერთი ლეკვია და მოხდა წყალდიდობა. იმ წელს თბილისში რა, მუხრამდე შევედი და უკვე ყველაფერი დატმორილი. 7 ლეკვი ყოლია. დედა ძაღლმა ამოიყვანა და გადაიყვანა სკოლა. დედა ძაღლი ეგდო იმისგან. სიქა ქონდა გამომწვანა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 31 ივლისს ფორმდება მიღება ჩაბარების აქტი მერიასა და შპს-ს შორის. ამ აქტში ვკითხულობთ. 26 ივნისიდან 31 ივლისამდე ქალაქ თბილისში უზედამხედველო ცხოველების დაჭერა იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად გაწეული მომსახურების მოცულობამ შეადგინა 2106 ერთეული. მათ შორის ევთანაზია და შესაბამისი გაუვნებელყოფა ჩაუტარდა 2095 ერთეულს. ხოლო 11-ს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო აცრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუჩებიდან შპს დებიუტმა ერთი თვის განმავლობაში აიყვანა 2106 ძაღლი და მათგან 2095-ს ევთანაზია ჩაუტარა, ანუ მოკლა დაძინების მეთოდით. დოკუმენტის მიხედვით ამ თვეში აყვანილი უპატრონო ძაღლებიდან მხოლოდ 11 არ მოკლეს. მიღება ჩაბარების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ თითო ერთეულის, ანუ თითო ძაღლის ევთანაზიისთვის დადგენილი ტარიფი 29 ლარი და 37 თეთრია. გაუვნებელყოფისთვის, ანუ მკვდარი ცხოველის ბიოთერმული დამუშავებისთვის თითო ერთეულისთვის 9 ლარი და 80 თეთრი. 2095 ძაღლის მოკლისა და ბიოთერმული დამუშავებისთვის ერთ თვეში მუნიციპალურმა ბიუჯეტმა 82.406 ლარი და 66 თეთრი დახარჯა. ნუ მოკლავთ მეთქი ქუჩის ცხოველებს მეთქი ისინი უსახლკარო ადამიანებს ათბობენ მეთქი და სხვათა შორის ბავშვებსაც. აი ქუჩაში რო ცხოვრობენ ბავშვები. თქვენ ალბათ ხშირად გინახიათ რომ ცხოველებთან ერთად ძინავთ. ჩვენთან მოხალისეები ისი არ არის რომ მოვიდეს და კვირაში ერთხელ მოეფეროს და გაიყვანოს. თუ მოხვალ ყოველდღე უნდა მოხვიდე იმ საათზე, თორე ძაღლი ზის და უყურებს, ხო გამიგეთ. ცოდვა, ცოცხალი არსება, ბადოდა გობა. უდა ცოცხალი არსება. თბილისის მერიასა და შპს დებიუტს შორის დადებული მიღება ჩაბარების აქტი ნომერი 2-ის თანახმად 2007 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დებიუტმა აიყვანა 1989 მაწანწალა ძაღლი. ევთანაზია ჩაუტარა 1999-ვე, ანუ ყველას. გაუვნებელყოფდა, ანუ ბიოთერმულ ორმოში მოთავს და ამდენივე. მუნიციპალურმა ბიუჯეტმა გადაიხადა ამ მომსახურებისთვის 91,922 ლარი და 78 თეთრი. თბილისის მერიასა და შპს დებიუტს შორის დადებული მიღება ჩაბარების აქტი ნომერი 3-ის თანახმად 2007 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე აიყვანეს 1833 ერთეული მაწანწალა. ევთანაზია და შესაბამისი გაუვნებელყოფა ჩაუტარდა 1774 ერთეულს. ლეშის გაუვნებელყოფა ჩაუტარდა 59 ერთეულს. სულ დაიხარჯა მუნიციპალური ბიუჯეტიდან 82,667 ლარი და 62 თეთრი.
უმწეო და უუნარო თვალებით და რომ გთხოვს რომ რაღაცი დაეხმარო და უშველო და ამას ვერ გეუბნება, უბრალოდ რო უყურებ, ხედავ რომ რაღაც შენზეა დამოკიდებული და შემოგციცინებს რომ უშველო. პატარა ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს და რო გიხურებს, რომ უშველო. აი ესეთები არიან. იმიტომ რომ ბოლომდე შენზე არიან დამოკიდებულები. მიღება ჩაბარების აქტი ნომერი 4-ის თანახმად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე აიყვანეს 2090 ერთეული მაწანწალა. ევთანაზია და გაუვნებელყოფა ჩაუტარდა 2100-ს, ლეშის გაუვნებელყოფა ჩაუტარდა 20-ს. სულ დაიხარჯა მუნიციპალური ბიუჯეტიდან 93,828 ლარი და 51 თეთრი. აუცილებლად უნდა დამეძინებინა, იმიტომ რომ გადარჩენის შანსი ნული იყო. ტკივილებისგან ეს იყო აი საშინელი სანახავი. აი იმ მომენტში, როცა ეს უნდა წაგვეყვანა და დაეძინებინა თუ რა იყო, ისტერიკული ტირილი ამოვარდა და დავაწუნე საწყოზე და უარი ვქნა, რომ მეთქვი არა, მოკვდეს, თუ მოკვდება, ასე მოკვდეს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ძაღლი მეორე დღეს ფეხზე წამოდგა. მაგრამ იხარჯებოდა თუ არა ევთანაზიისთვის გამოყოფილი თანხები მიზნობრივად, მართლაც უპატრონო ცხოველთა ევთანაზიისთვის. საქმე ის არის, რომ სწორედ ამ პერიოდში 2007 წელს მედიით გავრცელდა სკანდალური ფაქტები. როგორი სადისტური მეთოდებით იჭერდნენ და ხოცავდნენ მაწანწალა ძაღლებს. მასალა ფარული კამერით ჩაიწერეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა. მასალა ამტკიცებს, რომ დებიუტი ძაღლებს არა ევთანაზიის, ანუ დაძინების მეთოდით ხოცავდა, არამედ ხოცავდა მაშებით. ცოცხლად ყრიდა ორმოებში, ხოცავდა ელექტროდენის გამოყენებით. ამას აკეთებდა მასობრივად. გარდა იმისა, რომ ეს მასალა ამტკიცებს ერთი კონკრეტული ორგანიზაციის მიერ ცხოველთა უფლებების დარღვევას და სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულში ამ ხელსმას, კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ეჭვქვეშ აყენებს 2007 წელს მუნიციპალური ბიუჯეტიდან ცხოველთა ჰუმანური მოკვდინებისთვის გამოყოფილი 1,600,000-ზე მეტი ლარის მიზნობრივად გახარჯვის საკითხს. რაში გაიხარჯა რეალურად მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხალხის ფული, თუ კი დებიუტი ევთანაზიის მეთოდს არ იყენებდა ძაღლების დახოცვისთვის და მათ პირდაპირ ქუჩებში ხოცავდა. ხომ არ ხდებოდა ერთი მიზნისთვის ფორმალურად გამოყოფილი თანხის სხვა მიზნითა და მისამართით წარმართვა. ფიქრობთ, რომ კითხვას პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ. 2007-2011 წლებში თბილისში კონკრეტულად მოქმედებდა შპც დებიუტი. სადაც თბილისის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ეს იყო სუბელიანის, ყობა სუბელიანის ბიზნესი რა, იმიტომ ყობა სუბელიანი იყო ამ დროს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და ზუსტად მაგის ტერმინალებმა სპეციალისტებმა ამ სპეციალისტებმა და შესაბამისად განხორციელებას პასუხი აიღებდნენ და თუ რამე არის როგორც იყო შეგვიძლია ეს ყველაფერი გადაწყვეტ ასევე შესაბამის უწყებებს რომლებიც მე ამას უფრო საფუძვლიანად მოიყვანონ და გამოარკვევენ როგორ იყო და რა იყო 2008 წლის მონაცემებით უპატრონო ძაღლების მოკვდინების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა სექტემბერსა და ოქტომბერში. სექტემბერში 1429 ერთეული, ოქტომბერში 1499. სექტემბერში მაწანწალა ცხოველების ევთანაზიისთვის 66,132 ლარი, ხოლო ოქტომბერში 69,364 ლარი გაიხარჯა ბიუჯეტიდან. სულ 2007-2008 წლებში ევთანაზია ჩაუტარდა 26,896 ერთეულს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1,199,922 ლარი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა უპატრონო ცხოველების ხოცვისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. თუ გავიხსენებთ, რომ ბიუჯეტის თანხებს თანამედროვე მსოფლიო ხალხის ფულს უწოდებს, გამოდის, რომ სუბელიანის უწყებას ხალხის სახელით გადაუხდია ცხოველების მასობრივ ხოცვაში ფული. შეკრულების დადება ეს საკრებულოს განსახილველი თემა არის მოკლედ. საკრებულო იღებდა ბიუჯეტს და absolუტურად უკვე ხელშეკრულებას წერდა ერია საკრებულო საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში შეგიძლიათ სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღეში ბაბუშერას აეროპორტში მოხვედრილმა უკანასკნელმა ქართველებმა ასეთი სურათი ნახეს.
აეროპორტის შესასვლელთან ერთად დაგროვილი, ერთმანეთზე ახორხლილი ცხედრების პირამიდა იყო აგებული. ეტყობა ქალაქიდან აყრილ სოხუმელებს აქამდე კი მოეყვანათ თავიანთი მიცვალებულები, მაგრამ შემდეგ გადაჭედილ თვითმფრინავებში უადგილობის გამო ვერ მოეთავსებინათ და აქ დაეტოვებინათ. თვითონ კი სამშვიდობოს გასულიყვნენ. ცხედრების პირამიდას ქალაქის გარეუბნებიდან აქ მოგროვილი ღორები უტევდნენ. პირამიდის ირგვლივ კი ძაღლებს ჰქონდათ წრე შეკრული და ცხედრებს ღორების შეტევისგან იცავდნენ. დაცემული სოფლებიდან ჩამოიტანეს ამბები დამწვარი სახლების ჭიშკრებთან დარაჯებად დარჩენილი ძაღლებისა, რომლებმაც პატრონები დევნილობის გზაზე გააცილეს, თვითონ კი სახლები არ მიატოვეს. მათი უმეტესობაც ომიდან ჩამოსული მეტისია. 2008 წლის აგვისტოს ომმა უპატრონოებად, მაწანწალებად, ქუჩის ძაღლებად აქცია ისინი. გორის უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში 200-მდე ძაღლია. თავშესაფარს არ აქვს თანამედროვე სტანდარტი და ცხოველთა შენახვა პატრონობის ცივილური პირობები, მაგრამ თავშესაფრის დირექტორი გორის ცხოველთა დამცველებთან ერთად კატეგორიულად აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, როგორ კანონს მიიღებს ქვეყანა, როგორი იქნება კანონქვემდებარე აქტი უპატრონო ცხოველთა პოპულაციის შესახებ ქვეყნის დედაქალაქში, გორის თავშესაფრის მაწანწალებს არასდროს დააძინებენ, არ დახოცავენ უკიდურესი შემთხვევების გარდა. ეს არის ბებერო ჩვენი, რომელიც დააგდეს, აღარ უნდათ უკვე მოლია თავისი და ჩვენ რო უარი უთხარით დაჭერას იმას ჩაბარებაზე, დაგვიგდეს და წავიდნენ. ისეთი კაი ძაღლი არა ჩაგრინებს არავის, აი თქვათ ორი ძაღლი ჩხუბობს, ხო, ვიღაცა ვის დაუცველი, აი იმას იცავს. ვერ დავაძინებ, არ ვიცი. ვიცი რომ ეს მეხება ჩემ ძაღლს თუ გორში მიიღეს ეს კანონი, წავიყვან და სხვა ქალაქში გაუშვებ, სადაც არ მიუღიათ ჯერ ეს კანონი, რომ იცოცხლოს. გორის თავშესაფრისგან განსხვავებით, თბილისის უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი თანამედროვე სტანდარტის დაწესებულებაა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეციალურ დეპარტამენტში შედის. ამჟამად თავშესაფარში 150 ძაღლი და 9 კატაა. სააგენტოს წესდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 12 დეკემბერს დაამტკიცა სპეციალური დადგენილებით. წესდების დამტკიცებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. სააგენტოს საქმიანობისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოეყო 2.914.000 ლარი. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დასახელებაში ჩაწერილი არ არის სიტყვები უპატრონო ცხოველები. სააგენტოს ქვია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რაც ეჭვსბადებს, რომ მისი მიზანია არა მხოლოდ ქალაქის უპატრონო ცხოველების მონიტორინგი, არამედ პატრონიანი ცხოველებისა და მათთვის გასაწევი მომსახურების მონოპოლიზებაც. უთნაურია ისიც, რომ სააგენტო დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს კი კანონი აძლევს საშემოსავლო საქმიანობის უფლებას. ცხოველთა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად კი ცხოველთა თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულება უნდა იყოს. საკრებულოს წესდების დამტკიცებისას არ მიუღია მხედველობაში ევროპული სტანდარტი. საკრებულოს წევრები გვეუბნებიან, რომ მათ ეს არც ევალებოდათ, რადგან საქართველო არ არის მიერთებული ევროპულ კონვენციასთან, თუმცა რას ავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ სწრაფვას აცხადებს, ეს საკრებულოს წევრებმა ვერ განგვიმარტეს. ევროპული კონვენცია, რომელსაც თქვენ ამბობთ ახლა და ეს არის 97 წელს მიღებული კონვენცია, მას საქართველოს მიერთებული არ არის. თუმცა გავითვალისწინეთ ყველა ის მოწოდება და ყველა ის რჩევა, რომელიც არის კონვენციაში. ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო არ არის მიერთებული ამ კონკრეტულ კონვენციას, რატიფიცირებული არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არანაირი იურიდიული ძალა საქართველოს სახელმწიფოსთვის არ აქვს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იზიარებს ევროპულ კურსს და იმ შემთხვევაში სახელმწიფო გააცნობიერებს, რომ ეს კონკრეტული კონვენცია საკმაოდ კარგი და მისაღებია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ბუნებრივია შესაძლებელი იქნება, რომ გაიზიაროს რეკომენდაციის დონეზე. არის მეორე ფაქტორიც. სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს წესით არ უნდა დასჭირდებოდა შემოსავლების მიღებაზე ზრუნვა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების მე-11 მუხლში მითითებულია, რომ სააგენტოს დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები. რა შემოსავლები შეუძლია დაუწესოს მომხმარებელს სააგენტომ და რა მომსახურებისთვის, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტის პირველი ვარიანტით სააგენტო ითხოვდა კონტროლისა და მართვის უფლებას ცხოველთა თითქმის ყველა მომსახურებაზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე, რეგისტრაციაზე, ცხოველთა შენახვისა და მოვლა პატრონობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, ჯიშების სელექციასა და განსაზღვრაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველა ამ მომსახურებისგან სააგენტო დიდ შემოსავლებს გეგმავდა, რომ ცხოველთა მონიტორინგის საფარქვეშ სააგენტოს კომერციული მიზნებია შეფარებული. სიპატ გადაკეთებამ, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ქალაქის მერიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, საკრებულომაც ალბათ ხარი დაუჭირა, მაგრამ ამან გამოიწვია უკვე სხვა ინტერესი, რომ სხვა სახით მოიზიდონ თანხები. მათ შორის ყოველწლიური რეგისტრაცია, პატრონიანი ცხოველების, ჩიპირება, რეგისტრაცია და მოსაკრებლები. ვერ გავიგეთ თქვენ და ამ შემოსავალი რატო უნდა გქონდეს? ანუ აქ არის უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ორგანიზაციას ქონდეს მოდი პოპულარული იმიჯი თავისი შემოსავლით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ამ შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება გადასახადები დააწესოს და ამით შემოსავალი ქონდეს. გადასახადების დაწესდეს ჯერ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, უпростоეთ შეიტანოს ცვლილება მოსაკრებების შესახებ კანონში და შემდგომ უნდა განისაზღვროს თითოეული მომსახურების გადასახადი. და ამას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვერ გააკეთებს ვერასოდეს. პროექტის თანახმად სააგენტო არა მხოლოდ უპატრონო, არამედ პატრონის მფლობელობაში მყოფი ცხოველების რეგისტრაციისა და გამრავლების მოსაკრებელსაც საკუთარი შემოსავლის წყაროდ მოიაზრებს. ამის შესახებ აცნობებს 2015 წლის 2 თებერვალს თბილისის ვიცემერი გიორგი ხელაია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილს. მე ვთვლი და ბევრი ჩვენ სამუშაო ჯგუფში ჩართული ორგანიზაციები ვთვლით, რომ იჭერება კინოლოგიების ფუნქციებში. თუ ეს პროექტი ასეთი სახით დამტკიცდება, ხელს შეუშლის კინოლოგიის განვითარებას საქართველოში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვერ გაწევს კინოლოგიის ფუნქციებს. რატო უნდა აღრიცხო შენ, როცა მე უკვე აღრიცხული ვყავს. თუ აქ არ არის რაღაც თანხაზე გადასახდებზე ლაპარაკი, მე ვყავს აღრიცხო და შენ რაში უნდა გაინტერესებს? მე მოგაწყვეტ შენ ამ ინფორმაციას. დამალული ინფორმაცია ეს არ არის. პროექტის თანახმად სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სააგენტო განუსაზღვრავს კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლებას, რაც ასევე აუხსნელია იმ ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველია თითქმის ყველა მესამე ადამიანი. გამოდის, რომ ერთი სააგენტო იტოვებს უფლებას ახალი დამღა დაადოს დაუცվել ადამიანებს და მათ ცხოველებთან მეგობრობის უფლება წაართვას. 11 ძაღლი მყავს ზუსტად. ჩვენ ვართ სოციალურად დაუცველი, ერთიან ბაზაში ვართ. ჩემგან რო წაიყვანონ ჭონი, დუბუნა, მაილო, კოკი, კრილო, რა ვიცი, ზორო. არა, რო წაიყვანო რა, ვერ წაიყვანენ. რა სიზამ? ვერ წაიყვანენ. მე ვიცი ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი, ვისაც ისინი უფრო ინახავენ და ისინი იმათ უფრო ყავთ ძაღლები, ვიდრე ამ სოციალურად დაუცველი მიიყვანს სახში ესეც და ფულიანი და შეძლებული ხალხს არ უნდა. მე ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში არის სოციალურად დაუცველი ოჯახების უფლებების შევა. იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ ოჯახი ხდება სოციალურად დაუცველი, ეს არ ავალდებულებს იმას, რომ წავართოთ უარი თქვას თავის ცხოველზე და ჩვენ აუცილებლად უნდა წავართოთ მასე ცხოველებს. სააგენტომ 2015 წლის დასაწყისში წარუდგინა თბილისის საკრებულოს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების, კატებისა და ძაღლების, მოვლა პატრონობისა და პოპულაციების მართვის წესის პროექტი. არასამთავრობო სექტორმა ბრალი დასდო სააგენტოსა და მის მხარდამჭერებს საკრებულოში, რომ ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ისინი გააგრძელებდნენ ცხოველების მკვლელი დებიუტის დანაშაულებრივ მემკვიდრეობას. წარდგენილი პროექტით ნებადართული ხდებოდა ცხოველების ფაქტობრივი განადგურება. ევთანაზიას, ანუ სასიკვდილო ინექციას ექვემდებარებოდა სააგენტოს მიერ აყვანილი თითქმის ყველა ცხოველი, რომელიც ვერ შეეგუებოდა თავშესაფარს, ვერ გაჩუქდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელთა სტერილიზაციის და კასტრაციის რესურსი არ ექნებოდა თავშესაფარს, რომელიც სიბერისგან დაუძლურდებოდა, რომელსაც ფსიქოლოგიური გამოფიტვა ან პათოლოგიური შიშის სინდრომი დაუდგინდებოდა. სააგენტო ითხოვდა თავშესაფრის გარეთ ცხოველთა მოკლინების უფლებას. სააგენტოს თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღის დარების უფლებით აღჭურვილნი ხდებოდნენ და ამის შესახებ პარლამენტისგან იარაღის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვდნენ. ჩემთან მექნება ეს შეკითხვა, რამდენად სწორად მიგაშლიათ იმ დებულების ერთ-ერთი მუხლი იყო, მე შეიძლება არასწორად წავიკითხო, დემოდეკოზით,
გენერალიზებული ფორმით. დაავადებული. ეს დღემდე გენერალიზებული. დღემდე სამუშაო პროექტი იყო, რომელიც დღემდე დახვეწის სტადიაზეა. მინახავს კიდევ ალებეგაშვილის ხელმოწერილი ცეცხლს რომ იარაღიც უნდა. მე დაურეკეს გარემოს დაცვის კომიტეტმა. მაგათ უნდათ animal policy, რასაც ქვია, animal policy ცხოველს იცავს და არა ადამიანს და მონადირი არ არის, ეს ეთყობა ვერ გაიგო. იარაღით უნდა იარო. ვინც ავრცელებს ამ დეზინფორმაციებს და საზოგადოებაში ყავს შეცდომაში, ესეთ კატეგორიის გამონაკლის კატეგორიას დავარქვევდი ხარს. არ აწყობს პირდაპირ გაგებით, არ აწყობს სფეროს რეგულაცია. არ აწყობს სამართლებრივ ჩაჩვევებს. ისინი ცხოველთა დამცველები არიან, რატომ არ აწყობთ? არ აწყობს სამართლებრივ ჩაჩვევებში მოქცევა. იქიდან გამომდინარე, რომ რაც მეტი ქაოსური ვითარება იქნება აღნიშნულ სფეროში, მით მეტად შესაძლებლობა ექნება თავის წარმოჩენის დონორ ორგანიზაციამ ქულების დაწერის. ამით, ხელის მოთმობით, ამით შემოვიფარგლები. ყველა ის არგუმენტი, რომელიც მოყავთ, შეიძლება ჭრიდეს ადამიანებზე, რომლებიც რაღაცნაირად ლოგიკას ვერ მიხვებიან. აი, ჩემზე მოდით ჩვენი ფინანსები, ჩვენ კონდეს და სახელმწიფო ფინანსები, რომელიც ჩვენგანვეა დაფინანსებული, აი მანდ ცოტა უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს, კარგით? და საქმე ყველას რომ ეყოფა ეს ჩვენ ვიცით შესანიშნავად და აი მე მგონი თვითონ აი ეს სახელმწიფო უწყებები რაღაცნაირად ზუსტად შეშინებულები არიან რომ ყველაფერი დარეგულირდება და არაფერი არ იქნება. სანამ სააგენტოს კორუფციულ მიზნებში სდებენ ბრალს ცხოველთა დამცველები, ხოლო საკრებულო სააგენტოს მიერ წარდგენილი პროექტების შესახებ მსჯელობს. პროექტში შეტანილი და საერთაშორისო ნორმებით დაუშვებლად მიჩნეული ქმედებები ცხოველთა მიმართ შეუქცევადად ხორციელდება. 2005 წლის 5 იანვარს სააგენტოს დირექტორმა გამოსცა შიდა უწყებრივი ბრძანება ნომერი 109, რომლის ძალითაც მოქმედებს ცხოველთა მოკვდინების ყველა ის ნორმა, რომლებიც საკრებულომ ვერ დაამტკიცა. Man gave names to all the animals in the beginning. Man gave names to all the animals in the beginning, long time ago. 2015 წლის 30 მარტს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ სააგენტოს მიერ წარდგენილი ახალი, ჩასწორებული პროექტი განიხილა. მუნიციპალურმა საკანონმდებლო ორგანომ საჯაროდ დაარღვია კანონი საკრებულოს სხდომების საჯაროობის შესახებ და სხდომაზე არ დაუშვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც გამომძიებელ რეპორტიორთან ერთად ცდილობდნენ სხდომაზე შეღწევას. შესწავლინა სხდომაზე. ჩვენ ვურეკავთ არავინ არ იღებს, ისე რა დავჭეთ გარეთ? არა, როგორ არა, ჩაიბარეს ნომერი. ალო, არავინ არ იღებს ახლა. აბა სხვა გედელ რეკორდერს უნდა. მე ეუბნებით რა, საკრებულო სხდომა არის საჯარო, ეს სამსახა არის, ეს არის კანონით დარეგულირებული. შესაბამის საკრებულო სხდომაზე დასწრების უფლება ეძლევა ყველა დამძავსის შემთხვევა არ ყოფილა და გონიმრულად ამბობ იქნა დაუმდინარე, როცა სხდომა მიმდინარეობდა, სხდომაზე დასწრება უკვე გამოხატა სხვა დაინტერესებულმა პირებმა, ხო? შესაძლებელია რომ ეს ახალი საბით ადრე და სუფებით ადრე თუ მოხდება სხდომაზე დასწრების სურვილის გამოთქმა, ხო? არ მიეცეს საშუალება იქნა დაუმდინარე, რომ ვეღარ მოხერხდეს. კომისიამ პროექტის ჩასწორებული ვარიანტი დადებითად შეაფასა და მას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს. დარჩა სოციალურად დაუცველი სიტყვა ეს თვითონ სოციალურად დაუცველები, რომელიც დისკრიმინაციას ნიშნავს, დარჩა ისევ და ისევ 10 დღე ისევ იხსენება და რა 10 დღე არის ნახსენები, მაგრამ გაწერილი კარგად არ არის, რომ 10 დღის მერე რა ბედი ეწევათ ცხოველებს. ევთანაზია 200 არის. ესე იგი, აკრძალული დაუშვებით ცხოველთა მოკვდინება, შემდეგ კი დახჯობით, გაგუდვა, მოწამვლა, ელექტრომუხტის გამოყენება, მექანიკური დაზიანების მიყენება, იძულებითი შიმშილის ყურვილი, სხვა არახუმანური მეთოდებით. ცით ეს არის დიდი შეცდომა. მერია არ არის. მერია მზად არ არის ამ პროექტისთვის. ახალი ნორმით გაიზარდა ის დრო, რომლის განმავლობაშიც ძაღლის თავისუფლად გაყვანა გარეთ. არ არის რაღაც გარკვეული შეზღუდვები არსებობს, თქვა სადღაც არ შეიძლება მისი წაყვანა, ან აუცილებლად მოკლეს საბელით. აქ შეიძლება ჩამოყვა და ისეთი რაღაცები აღმოჩნდეს, რომ არაფერი არ არის აღმოღებული, ფაქტიურად არაფერი არ არის აღმოღებული.
თავშესაფარი, რომელშიც თანამშრომელთა რაოდენობა უტოლდება თავშეფარებულთა რაოდენობას. სააგენტოს 120 თანამშრომელი და მათზე ოდნავ მეტი, 160 ცხოველი ყავს. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო სექტორის ღელვა მათთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ სოლიდურ თანხას მოჰყვა. მართლაც შეიძლება აღელვება 3 მილიონი ლარის გამო, საიდანაც მხოლოდ 200,000 ლარია საკუთრივ ცხოველთა მოვლა შენახვისთვის გაწერილი, ხოლო 11 ჯერ მეტი, ზუსტად 2.227.616 ლარი ადამიანებს, თანამშრომლებს ეკუთვნით და გაწერილია ხელფასებად, პრემიებად, დანამატებად. ბიუჯეტის დარჩენილ თანხას 366.384 ლარს თანაბრად იყოფენ ადამიანები და ცხოველები, გათბობისთვის, ელექტროენერგიისთვის, წყლისთვის, დასუფთავებისთვის. ეს კომპანიონობის ერთადერთი ქართული ვარიანტია და ბეკერის ორმოსთან მთავრდება. ისინი, ბეკერის ორმოები, არც ისე შორს ამ და სხვა ქალაქების თავშესაფრებისგან, უპატრონო ცხოველთა ბიოთერმული სამარხებისთვის არის გამოყოფილი. ორმოში ჩაყრილი მკვდარი ცხოველების ასობით სხეული სპეციალური ნივთიერების გამოყენებით იშლება და ნადგურდება. მაწანწალა ცხოველების სამარხები არც ერთ ქვეყანაში აღარ არსებობს. თანამედროვე მსოფლიო მეგობარი ცხოველებისთვის კრემაციას იყენებს და მიაჩნია, რომ პატივს მიაგებს მათ.